მოგესალმებით, განვაგრძობთ Excel-ის ვიდეო გავკვეთილებს. ეს გვახლავთ chapter 10, რომელიც არის ფორმულების შესავალი. პირველ რიგში მინდა ვისაუბრო, რომ უჯრაში ნებისმიერი ფორმულა იწყება ტოლობა ღილაკით, ანუ ტოლია და შემდგომ იწერება მაგალითად 5 + 3. ეს ნიშნავს, რომ შედეგი გვექნება enter-ის დაჭერის შემდეგ 8-იანი. აქვე მინდა განახოთ, რომ ორჯერ დაკლიკების შედეგად ჩვენ კვლავ ხედავთ ფორმულას. ანალოგიური გამოთვლა შესაძლებელია მათემატიკური გარდა არა მარტო ამ ტიპის ფუნქციით, ანუ როდესაც რიცხვებს წერთ, არამედ შეიძლება იყოს უჯრები ჩაწერილი. მაგალითად, B1-ში გვაქვს რიცხვი 5, ხოლო C1-ში რიცხვი 3 და შეგვიძლია დავწეროთ ფორმულა ტოლია B1 + C1, რასაკვირველია შეგიძლიათ ხელით აკრიფოთ, შეგიძლიათ მიიტანოთ მაუსი და მას უბრალოდ დააკლიკოთ. და შედეგიც გვექნება, რა თქმა უნდა, 8, ხო? იმ შემთხვევაში თუ 5-იანს შევცვლით 2-იანით, ეს შედეგი შეიცვლება, ხოლო ეს შედეგი არ იცვლება, იმიტომ რომ აქ თავად ფორმულაში წერია 5 + 3. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ თითოეულ უჯრას შეგიძლიათ დაარქვათ თქვენი სახელები. მაგალითად, ამ უჯრას დავარქვათ დაუშვათ სახელი CST. და აი ამ უჯრას დავარქვათ სახელი მაგალითად CU. სახელის დარქმევის გზები არსებობს, საკურველია, მაგალითად ფორმულაში define name და შეგვიძლია დავარქვათ დაუშვათ CU. და მივცემ ბრძანებას OK და ამ უჯრას დაერქმევა სახელი. როგორც ნახეთ, ერთი იყო რომ აქედან დავარქვით და მეორე, როდესაც define name გამოვიყენეთ. ახლა ვწერთ ტოლია CS და ხედავთ ჩამონათვალში გამოჩნდა CST, ანუ აი ეს უჯრა და +CU, ანუ აი ეს უჯრა. ну ავტოკორექტი მქონდა გამოყენებული რომელს შემთხვევაშიც ანუ მან CST-ს დაწერის შემთხვევაში Caucasus School of Technology-თ გადააკეთა, მაგრამ ну აი როგორც ხედავთ გამოვასწორეთ CST + CU enter-ი და მივიღეთ 8 + 5, ანუ 13. ასევე არსებობს ფუნქციები, რომლებშიც გამოიყენება კონკრეტული უჯრის მისამართები. მე ახლა მინდა აგიხსნათ ყველაზე მარტივი ფუნქცია 3, ანუ მაგალითად ფუნქცია 3, ანუ ავირჩიე ორჯერ დაკლიკებით ფუნქცია, ანალოგიურად შემიძლია ფუნქცია გამოვიძახო, დაუშვათ, როდესაც ვდგევარ და home menu-ში ვირჩევ auto-sum ფუნქციიდან მაგალითად 3 ფუნქციას, აი ესე და ის თავად ხაზავს დიაპაზონს, ან ფუნქცია, როდესაც ვირჩევთ fx-იდან, თქვენ შედიხართ ფუნქციების ჩამონათვალში, ირჩევთ all მაგალითად და ვწერთ ფუნქციის სახელს 3 go და გადაგვიყვანს ამ ფუნქციაზე 3 და თავად number-ში, ანუ პირველ number-ში, რაც უნდა დაჯამდეს, შეგვიძლია მოუნიშნოთ რაიმე დიაპაზონი ესეთი. შეგვიძლია ასევე მოუნიშნოთ კიდევ ერთი უჯრა და პლუს კიდევ მოუმატოთ ერთი უჯრა. შემდეგ ვაწვევით OK-ს და ვხედავთ, რომ ამ ფორმულაში არის გამოყენებული როგორც დიაპაზონი, ასევე სხვადასხვა უჯრები. ასე მაგალითად 3 A1-დან C1-მდე ეს გახლავთ დიაპაზონი. ჩემი Excel-ის შემთხვევაში მძიმით გამოიყოფა ყოველი ახალი არგუმენტი. შემდეგ გვაქვს B3 და ასევე უჯრა C2. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ მათემატიკური ფუნქციები, ასე ვთქვათ, პლუსი დამატება, ანუ გამოკლება, მიმატება და ანუ ასე შემდეგ, მეტობა, ნაკლებობა და ასე შემდეგ, სხვადასხვა თანმიმდევრობით სრულდება. იმ თანმიმდევრობით, რაც მათემატიკაშია. პირველ რიგში ადის ხარისხში, შემდეგ ემატება, შემდეგ აკლდება, შემდეგ მრავლდება, იყოფა და ასე შემდეგ. და უბრალოდ ანუ ხო, ამ თანმიმდევრობით სრულდება, ანუ ჯერ ხარისხში ადის, მერე მრავლდება, მერე იყოფა, მერე ემატება, მერე აკლდება. ფრჩხილები რასაკვირველია განუსაზღვრავენ იმ მოქმედებებს თუ დაუშვათ პრიორიტეტს ანიჭებს, ანუ ის რაც ფრჩხილებშია, ჯერ პირველ რიგში ეს ხდება და ასე შემდეგ. თუმცა ასევე არსებობს ლოგიკური ფუნქციები, უბრალოდ ლოგიკური ჩანაწერები, მაგალითად ჩანაწერი შემდეგნაირი. უჯრაში
ეს უჯრა მეტია აი ამ უჯრაზე. თუ B3 მართლაც მეტია B6-ზე, მაშინ ვიღებთ შედეგს truth, ხოლო თუ არა, მაშინ ვიღებთ false. რა თქმა უნდა, B3, ანუ 13 31-ზე მეტი არ არის, ხოლო თუ მივცემთ ნაკლებია, მაშინ ხედავთ, რომ მივიღებთ პასუხს truth. ანუ როგორც ხედავთ, ჩვენ გავიხილეთ ვარიანტები, როდესაც მეტია ნაკლებია, ასევე არის ჩანაწერი მეტია ან ტოლია, ან ნაკლებია ან ტოლია. თუმცა ასევე მეტობა ნაკლებობის გარდა არსებობს ჩანაწერი ასე ვთქვათ, ნაკლებია მეტია, ანუ რაც ნიშნავს, რომ არ უდრის ჩანაწერი. ანუ ასე ვთქვათ, ჩანაწერი, რომელიც არ უდრის. ასევე მინდა ავხსნა სიმბოლო and-ის ნიშანი. And-ის ნიშანი გამოიყენება ტექსტის გადაბმისათვის, მაგალითად, ორიანი გადავაბად დოლარის უბრალოდ and-ის ნიშანით, მაგალითად ამ უჯრას. მივიღებთ ჯამში 23-ს, ოღონდ დააკვირდით, რომ ეს გახლავთ ტექსტური ჩანაწერი და არა ჩვეულებრივი, ანუ რიცხვითი მაჩვენებელი. მოდით ვნახოთ ასევე ჩანაწერი, როდესაც ორი უჯრა უნდა გადაებას ერთმანეთს, მაგრამ პლუს ტექსტიც. დავუშვათ ტოლია, აი ამ უჯრას გადავაბად დავუშვათ, როგორც ხედავთ ეს მუდმივად CST-ის შემთხვევაში ეს პრობლემა გვექმნება. ანუ ამ უჯრას მივაბად მაგალითად ეს უჯრა და პლუს მივაბად ტექსტი. ოღონდ ტექსტი აუცილებლად უნდა იყოს ჭყალებში ჩაწერილი. წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ აღიქმება სწორი ჩანაწერად, აღიქმება უჯრის მისამართად, რაც არ არსებობს. მაგალითად ჩვენ ვაბავთ 5-ს, ვაბავთ 13-ს, 513 დავუშვათ, შედეგი გვექნება და ვწერთ ლარი მაგალითად, ნუ აქ ლარის წინ დავუშვათ სპეისი, ლარი, ენტერი და ვიღებთ 513 ლარი. ასევე მინდა წარმოგიდგინოთ მაგალითად ხარისხში აყვანა, დავუშვათ ჩავწეროთ 6 აყვანილი 3-ში, ეს არის ხარისხი, ანუ ავიდა ხარისხად და ასევე არის კიდევ დავუშვათ ესეთი ჩანაწერი, როდესაც ადის მაგალითად დავუშვათ ავიყვანოთ ტოლია 216 ავიყვანოთ შემდეგი ფორმით ხარისხში, ხარისხის ნიშანი, ჭხილი გავხსენით 1 გაყოფილი 3-ზე და ეს არის კუბური ფესვი მაგალითად, ამოვიღოთ, ანუ კუბური ფესვი 216-დან და არის 6. შემდეგი საკითხი, რაც შეიძლება განვიხილოთ, ეს არის ჩვეულებრივი არითმეტიკა, რომელიც მაგალითად გვაძლევს აი ამ უჯრას მინუს ეს უჯრა და ეს ყველაფერი გამრავლებული დავუშვათ ორიანზე. ოღონდ რასაკვირველია, თუ B3-ს მინუს B6-ის ნამრავლი გვჭირდება B1-ზე, მაშინ ისინი უნდა ჩავსვათ ჩვეულებრივ ფრჩხილების შემთხვევაში. ახლა მოდით განვიხილოთ რამდენიმე ფუნქცია, მაგალითად ფუნქცია average, ტოლია average, ანუ ვეძებთ, ვიწყებთ ფუნქციის რამდენიმე ასოთი, პოულობთ, ვაწვევით tab კლავიშს და მანამ სანამ კარგად გავთვითცნობიერდებით თუ როგორ შეიძლება ფუნქციების ხელით წერა, გამოვიძახოთ ხოლმე Shift F3-ით ფუნქციის არგუმენტი. ფუნქციის არგუმენტში number-ი შეგვიძლია მოვხაზოთ მთლიანად დიაპაზონი. დავამატოთ დავუშვათ მეორე დიაპაზონით, ან დავაჭიროთ OK relax და აქ ვნახავთ, რომ 8-ის, 2-ის და 3-ის საშუალო არითმეტიკული, ანუ average გვაქვს 4.33. ასევე არის ფუნქცია maxi. მაგალითად maxi სადაც ასევე მოვხაზავთ დიაპაზონს და მივიღებთ 8-ს, რომ მაქსიმალური რიცხვი არის maxi. შემდეგი ფუნქცია გახლავთ მინიმუმი, მოვნიშნავთ ასევე დიაპაზონს და მივიღებთ, რომ მინიმალური რიცხვი არის 2. ეხლა რაც შეეხება შემდეგ ფუნქციას, ეს გახლავთ proper, მაგალითად proper ფუნქცია, სადაც ასევე მოვხაზავთ პირველ 3 რიცხვს, დავაჭერთ enter-ს და ვნახავთ, რომ უბრალოდ აქ დიაპაზონს ვერ მოვხაზავთ, proper-ში სათითაოდ უნდა მივუთითოთ ტექსტური ველი, ანუ მაგალითად ტექსტის ჩანაწერი უნდა გქონდეს, აი ეს proper-ი, OK და ვნახოთ ახლა რა გამოგვივა. აი ამ უჯრაში ჩავწეროთ გიორგი. Enter-ი და
proper A4 ყოფილა მითითებული, ამიტომ ჩამოვხაზოთ ერთი წუთით. აი აქ დავწეროთ გიორგი და აი როგორც ხედავთ, პირველი 100 გაადირა. იმ შემთხვევაში თუ დავწერდი დავუშვათ გიორგი დათუკიშვილი, მაშინ ნახავდი რომ წინადადებებში სიტყვების პირველ 100-ებს ადიდებს. და აქვე მაგალითად კიდე მინდა განვიხილო დავუშვათ ცვლადები, რომელსაც აქვს არგუმენტები, ან არა აქვს არგუმენტები, ფუნქციები, მაგალითად ფუნქცია now, რომელსაც როდესაც გახსნით, აქ არაფერი დამხმარე არ გამოდის, უბრალოდ უნდა დაიხუროს და enter-ი, ეს ნიშნავს, რომ არის ფუნქცია უარგუმენტო. არსებობს მაგალითად ერთარგუმენტიანი ფუნქციები, მაგალითად sqrt, მაგალითად, რომელსაც კვადრატული ფესვი ამოყავს რიცხვიდან დავუშვათ 25, and დავხურეთ და მივიღეთ, რომ ეს არის 5-იანი. ასევე არის მაგალითად ფუნქციები, რომელშიც შიგ პირდაპირ ტექსტი იწერება, დავუშვათ მაგალითად ესეთი ფუნქცია არის იგივე თუნდაც proper-ი, მაგალითად proper, სადაც წერთ დავუშვათ გიორგი დათუკიშვილი და დავხურეთ და როგორც ხედავთ, აი მან ეს გაადიდა და ასევე არის მაგალითად ფუნქცია, სადაც ხდება ფუნქციაში ფუნქციის მოძახება, თუნდაც იგივე sqrt ფუნქცია, სადაც დავუშვათ წერთ, რომ sum მაგალითად ეს სხვა შიტიდან არსებული რაღაც 3 უჯრა და დავუშვათ აქ დავახუროთ ეს ფორმულა, კიდე ფუნქციაც დავხურეთ enter-ი და ამ შემთხვევაში მივიღეთ იმათი იქ არსებული უჯრების, ასე ვთქვათ, A1-დან C1-მდე არსებული უჯრების ჯამიდან კვადრატული ფესვი. და ხო, sqrt ჯამი ამ შიტის მეორე შიტის კი არა, პირველი შიტის უკაცრავად, პირველი შიტის A1-დან აქამდე და აი მივიღეთ 3.6. ასევე მინდა გესაუბროთ ზოგადად მენიუზე ფორმულას, სადაც არის მოცემული თუ რა ტიპის ფორმულები არსებობს Excel-ში, ეს არის auto-sum ფუნქციები, sum-ი, average-ი, count number-ი, მაქსიმუმი, მინიმუმი, აი მაგალითად აქ განვიხილოთ ჩვენ მაგალითად ფუნქცია count number-ი, აი მოვხაზოთ პირველი უჯრები, მივცეთ enter-ი და ვნახავთ, რომ მივიღებთ შედეგს 3, იმიტომ რომ რიცხვი წერია აქ და აქ, ანუ 3-ჯერ არის ეს ჩანაწერი. ასევე არის დავუშვათ recently used, ანუ ხშირი ყველაზე ბოლო პერიოდში გამოყენებული ფუნქციები, ფინანსური, ლოგიკური, ტექსტური და date and time, lookup and reference, mathematics and tricks and more functions, ანუ more-ში არის სტატისტიკები და ასე შემდეგ ფუნქციები, რომლებიც არის საკმაოდ ბევრი. ასევე მინდა გესაუბროთ Excel-ში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, რომელსაც ინგლისურად ქვია relative and absolute address-ები, მაგრამ და უბრალოდ ქართულად მათ ქვიათ აბსოლუტური და ფარდობითი, ანუ მისამართები. არსებობს ასევე შერეული მისამართი, რომელიც არის აბსოლუტური და ფარდობითის ნაზავი, ასე ვთქვათ. ამისათვის ჩვენ დაგვჭირდება სპეციალური მაგალითის განხილვა და მოდით ვნახოთ ეს მაგალითი. მაგალითად წერთ, რომ ჩვენ გვაქვს რამდენიმე რიცხვი, ანუ 12, 23, 45, 21, დავუშვათ 37, 65 და ასე შემდეგ. თითოეული ეს უჯრა უნდა გავამრავლოთ ფორმულაში, მაგალითად, ანუ ეს არის ლარები და უნდა ვიპოვოთ ვალუტის კურსიდან გამომდინარე, ანუ კურსი დავუშვათ და ვალუტის კურსი გვაქვს 1.69 დავუშვათ. ჩვენ გვაქვს ფორმულა, როდესაც წერთ ტოლია ეს უჯრა გამრავლებული კურსის უჯრაზე და ვიღებთ A1-დან E1 ფორმულას. იმ შემთხვევაში თუ უჯრის ფორმულას დავძრავთ ქვემოთ, მაშინ მივიღებთ, რომ A2 მრავლდება E2-ზე, ანუ შესაბამისად E1, რადგან ქვემოთ ჩამოვწიეთ, გამრავლდა E2-ზე, უბრალოდ გახდა E2. ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ ქვემოთ ჩამოწევის შემთხვევაში მივიღებთ უკვე ფორმულაში A3 გამრავლებული E3-ზე. მაგრამ ჩვენ არ მოგვინდა ეს ფორმა, რადგან როგორც ხედავთ, გამრავლების შედეგად ვიღებთ 0-იანს, იმიტომ რომ უჯრებში არ წერია ტექსტი. ამისათვის არის რამდენიმე გამოსავალი. ერთ-ერთი გამოსავალი გახლავთ, როდესაც თავად უჯრას, აი ამ უჯრას შეგვიძლია დავარქვათ სახელი კურსი მაგალითად. და დავუშვათ გამრავლების შემთხვევაში ვიხმაროთ არა E1, არამედ დავუშვათ კურსი.
და უკვე როდესაც ჩამოვწევთ ფორმულას, რა თქმა უნდა, წამოვა ფორმულა სწორ რეჟიმში, იმიტომ რომ ის გამრავლდება ყოველთვის უჯრა კურსზე. ნუ თუ ეს ფორმა არ არის მისაღები, მაშინ name manager-ში შეგვიძლია სიტყვა კურსი დავუშვათ წავშალოთ, okay, close და დაინახავთ, რომ ფორმულამ დაკარგა, აზრი, იმიტომ რომ name-ი, სახელი, რომელიც ფორმულაში გამოყენებულია, არ არსებობს. ამიტომ სიტყვა კურსი კვლავ უნდა შეიცვალოს უჯრის მისამართით E1. გამომდინარე იქიდან, რომ ჩამოწევის შემთხვევაში ჩვენ დავინახეთ, რომ ფორმულა E შეიცვალა, აი შეუფორმულა, შემიძლია დაგანახოთ, შეიცვალა შემდეგნაირად, გახდა E1, E2, E3, E4, E5 და ასე შემდეგ, E6, თუმცა A-ებიც ასევე შეიცვალა, უნდა აღვნიშნოთ, რომ A აუცილებლად უნდა შეცვლილიყო კიდეც, მაგრამ E1 უნდა ყოფილიყო ფიქსირებული. ამისათვის არსებობს Excel-ში შემდეგნაირი გამოსავლები. მაშინ, როდესაც თქვენ ადგენთ ფორმულას პირველი უჯრისათვის A1, E1, უნდა გამოიყენოთ დოლარის ნიშანები, ან დააჭიროთ უბრალოდ ჩასმის შემდეგ, როდესაც მიუთითებთ მაგალითად E1, პირდაპირ დააჭიროთ F4 კლავიშს, რომელზეც პირველი დაჭერის შემთხვევაში ჯდება დოლარის ნიშნები E1 არა, უბრალოდ D1 არა უკაცრავად, უნდა იყოფილიყო E1, აი ესე, დიახ, E1 უჯრა. ერთი წამით დავაპატარავთ ესე რომ დაარსა უფრო თვალსაჩინო გახდეს. მაშინ როდესაც ჩვენ საუბრობთ ფორმულებზე, ერთის მაგივრად აი ესე და დოლარის ნიშნები. F4 კლავიშით. F4 კლავიში დოლარის ნიშანი ჩაჯდა ისა და ერთიანის წინ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ამ წუთას გამოვიყენეთ აბსოლუტური მნიშვნელობა უჯრის, ის აღარ შეიცვლება, როდესაც გინდათ ქვემოთ, გინდათ მარჯვნივ დავძრავთ. პირველი დოლარი I ყინავს სვეტის დასახელებას, ის წინ დამდგარი დოლარი, ხოლო ერთიანის წინ დამდგარი დოლარი ყინავს ტრიქონის ნომერს. მოდით გავაკეთოთ ექსპერიმენტები და მაგალითად გავყინოთ მხოლოდ და მხოლოდ I-S1, ხო, ამ შემთხვევაში ეს ისევ Shift F4-ზე რომ დაგვეჭირა, დავუშვათ პირველი დაჭერისას ორივე განჯდება, შემდეგ ის ძვრება და ერთიანს რჩება, კიდევ ერთი დაჭერისას უკვე ჯდება მხოლოდ ის წინ და კიდევ ერთი დაჭერისას ის თავისუფლდება. მაგალითად გავაკეთოთ ასევე ისე რომ პირველი I1 წავშალოთ, მივიღოთ აქ ფორმულაში, ჩამოვწიოთ ფორმულა და ვნახოთ რა გამოვიდა. ყველგან სწორედ I1 შეუცვლელი დარჩა. თუმცა ამ ფორმულას თუ დავუშვათ გვერდზე გამოვწევდით, მაშინ ნახავდით, რომ ამ ფორმულაში აღმოჩნდა, რომ ის ნაცვლად გაჩნდა F, იმიტომ რომ A, B, C, D, E, F-ია ინგლისურში და რადგან F-ის წინ დოლარის ნიშანი არ იყო, ის შეიცვალა და გახდა I1, F1 და ასევე რა თქმა უნდა A1 შეიცვალა და გახდა B1. ეს არ გვინდა, შეგვიძლია წავშალოთ. ახლა ვნახოთ რა იქნებოდა, ეს იქნებოდა სწორი გამოსავალი ამ ამოცანისათვის. თუმცა არაფერი დასშავდებოდა თუ სრულად გავყინავდით ერთსაც და მეორესაც. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ დავუშვათ I1-ს დავტოვებთ და მხოლოდ გავყინავთ ის და ერთიანი არ იქნება გაყინული, მაშინ თუ გვერდზე გავწევთ ფორმულას, ვნახავთ რომ აქ შენარჩუნდა I1 ისე როგორც იყო, უბრალოდ A1 შეიცვალა B1-ით, ხოლო ფორმულის ქვემოთ ჩამოწევის შემთხვევაში დავინახავთ, რომ I უცვლელია, მაინც და ისედაც უცვლელი იქნებოდა, ხოლო 1 2 3 4 და კვლავ რასაკვირველია შედეგი იქნება არასწორი, იმიტომ რომ მრავლდება აი ამ სრულიად სხვა უჯრებზე. ამიტომ სწორი ჩანაწერი გახლავთ ამ შემთხვევაში დოლარის ნიშანი იყოს ჩასმული ერთიანის წინ. უფრო ნაცვლად და გასაგებად რომ გავიგოთ ეს ამოცანა, მე მინდა კიდევ ერთი ამოცანა შემოგთავაზოთ, მაგალითად გამრავლების ტაბულის ამოცანა. აი აქ ჩვენ გვაქვს დავუშვათ 1 2 3 და ჩამოწერილი გვაქვს დავუშვათ 10-მდე რიცხვები. აი ესე და ასევე გვაქვს 1 2 3 ჩამოწერილი 10-მდე რიცხვები. რა თქმა უნდა, fill series-ად შეგველო გაგვევსო, ასე ვთქვათ, ეს ჩვენი მისამართები, მაგრამ არ არის აუცილებელი. კი ბატონო, ეხლა მოვნიშნოთ
და მივცეთ მათ ცოტა უფრო პატარა ზომა, რომ დავინახოთ უფრო კარგად. აი ესე. როგორ გადავამრავლოთ ერთი უჯრა მეორეზე და შემდეგ ფორმულა ჩამოვწიოთ და ავაგოთ ფორმულათა მწკრივი. მაგალითად, პირდაპირ ეს უჯრა გამრავლებული ამ უჯრაზე ენტერის დაჭერით და ქვემოთ ჩამოწევით დავინახავთ, რომ არც ეს ჩანაწერი არ არის სწორი და მით უმეტეს ამ ჩანაწერს რო გადავწევთ არ არის სწორი. ეს გვაჩვენებს იმას, ძახილის ნიში კითხვის უბრალოდ დიეზები ნიშნავს, რომ არ ეწევა უბრალოდ და თუ დავუშვათ ორი კლიკს გააკეთებთ, ის გაიწევა. ხა რას ნიშნავს ეს ჩანაწერი ზოგადად, ხო? ანუ ეს ჩანაწერი. მაგალითად, ორჯერ ვაკლიკებ და აქ ხედავ, რომ თურმე ორიანი მრავლდება 1-ზე, სწორია, მაგრამ მერე უკვე სამიანი მრავლდება 2-ზე, ნაცვლად იმისა, რომ ერთიანზე გამრავლდეს. ესე იგი, B3-ზე კი არ უნდა გამრავლებული იყო, უნდა გამრავლებული იყო B1-ზე. ანუ აქ რო აღმოვაჩე, რომ B1-ია, დავუშვათ ჩანაწერი ეს იმას ნიშნავს, რომ ანუ დავუშვათ აქ B1-ია და სწორია. შემდეგ უნდა ყოფილიყო A3 B1-ზე და არა B2-ზე. მერე უნდა ყოფილიყო B1-ზე ისე და არა B3-ზე. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ აი ამ ფორმულაში B1-ში უნდა დოლარის ნიშანი ჩაუსვა B1 შუაში, ანუ ერთიანის წინ. და იმ შემთხვევაში თუ ამ ფორმულას ქვემოთ ჩამოვწევ, მაშინ ნათლად დავინახავ, რომ ყველაფერი ამ წკრივში გასწორდა, იმიტომ რომ 10-ის ნამრავლი 1-ზე არის 10, 8-ის ნამრავლი 1-ზე არის 8 და ასე შემდეგ. მაგრამ არის თუ არა სწორი, როდესაც ამ ყველაფერს მოვნიშნავთ და გადავწევთ გვერდზე. ნახოთ რა გამოგვივა. გავწიოთ გვერდზე და ვნახავთ, რომ შედეგები კვლავ აირია, იმიტომ რომ 5-ჯერ 3 ნამდვილად არ არის 30, თუმცა აქ შედეგი გვაქვს 30, იმიტომ რომ როგორც ხედავთ, 10-იანი მრავლდება 3-ზე. ანუ C6 მრავლდება 3-ზე, ნაცვლად ანუ A6-ისა. ამ შემთხვევაში მრავლდება A6 B1-ზე, აქ კი მრავლდება B6 C1-ზე. ამიტომ აი ამ შემთხვევაშიც ფორმულაში პირველივე უჯრაში უნდა მოვახდინოთ ფიქსაცია უკვე სვეტის. ანუ shift დოლარის ნიშანით, უბრალოდ shift და 4-იანით ჩაჯდება დოლარის ნიშანი, სადაც გაიყინება სვეტი. რაც იმას ნიშნავს, რომ ქვემოთ ჩამოწევის დროს ფორმულაში უცვლელი ხდება A სვეტი და იცვლება მხოლოდ სვეტის იცვლება მხოლოდ რიგის ნომერი A2-ების შემთხვევაში, ხოლო B1-ის შემთხვევაში უცვლელი ხდება რიგის ნომერი და იცვლება მხოლოდ სვეტი. ესე იგი, ჩამოვწიეთ ფორმულა, გავწიეთ ეს ფორმულა გვერდზე და ვნახავთ, რომ გამრავლების ტაბულა აეწყო და ბოლოს შემოწმებლად უბრალოდ ორი კლიკი 72-ზე, სადაც ხედავთ, რომ 8 და 9 ნამრავლი არის 72-იც. აქვე კიდევ ერთი დამატება, მაგალითად, ჩვენ გვინდა დავთვალოთ ჯამში, მაგალითად 3 და დავაჯამოთ დავუშვათ სხვა შიტზე არსებული მონაცემები. აი მაგალითად მოვნიშნოთ და დავაჯამოთ ისენი. დავაწვდეთ OK relax და დავინახავთ ფორმულაში, რომ ამ რიცხვების ჯამი არის, თუმცა აქ უნდა გავარჩიოთ და დავინახოთ, რომ შიტების ჯამი, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული აი ამ ჩვენი შიტის ჯამი გამოიყურება შემდეგნაირად: 3, შიტ 4 ძახილის ნიშანი B2-დან K11-მდე. შიტ 4 არის წინა შიტის სახელი და აქ ძახილის ნიშანი სწორედ ამას განსაზღვრავს. თუმცა ასევე შესაძლებელია Excel-ში ინფორმაცია შემოვიტანოთ არა მარტო ამ ფაილიდან, არამედ მაგალითად შემოვიტანოთ სრულიად სხვა ფაილიდან. ამისათვის საჭიროა რომ გავხსნათ ეს სხვა ფაილიც. დაველოდოთ და ვნახოთ თუ რა არის შესაძლებელი. მაგალითად გავაკეთოთ ტოლია, გავხსნათ ეს სხვა ფაილი და ამ სხვა ფაილში არსებული აი ამ უჯრის მონაცემის დავუშვათ ტოლია ეს ინფორმაცია. აი როგორც ხედავთ, გამოვიდა ფორმულაში ჩანაწერი შემდეგნაირად. Excel function 2, ანუ ამ ფაილს ქვია Excel function 2 ფჩხილებში 1, XLS-ი და შემდეგ double if sheet-იდან, რადგან ძახილის ნიშნით თავდება, double if sheet-იდან ამ მესამე უჯრა ფიქსირებული თან დოლარის ნიშნებით, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ქვემოთ გადატანის შემთხვევაში, ან გვერდზე გადატანის შემთხვევაში ის არ არის დავუშვათ მოქნილი, ანუ არ იცვლება მონაცემი, მაგრამ თუ დავუშვათ დოლარის ნიშნებს ამოვშლით და მას უბრალოდ ესეთი ფორმით შემდეგ ქვემოთ ჩამოვწევთ,
ვნახავთ, რომ ის მოქნილია და იმ დოკუმენტთან იქნება მიბმული და იმ დოკუმენტის მიხედვით შეიცვალა, რადგან იქაც 2-ის შემდეგ მოდიოდა 3, აი როგორც ხედავთ, 2-ის შემდეგ 3, 4, 5 და 6-ის ადგილას დავუშვათ ჩავწეროთ სიტყვა გიორგი. გადავალთ აქეთ და რა თქმა უნდა დავინახავთ, რომ სიტყვა გიორგი წერია. ორივე ფაილის დახურვის შემთხვევაში ამ ფაილის, ანუ ამ თავარი ძირი ფაილის, ძირი კი არა, იმ ფაილის, რომელზეც მუშაობ ამ წუთას გახსნის შემთხვევაში გამომივა შეკითხვა update data, ანუ განაახლოს თუ არა მიმაგრებული მონაცემები. მივცემთ update ლინკი და განახლდება. და ბოლო ფუნქცია, რომელთაც მინდა დავასრულო ეს თავი, ეს ფუნქცია გახლავთ, მაგალითად ფუნქცია დავწეროთ დავუშვათ აი აქ ფუნქციას სახელად ქვია aggregate, ანუ ნახოთ ფუნქცია aggregate ის tab კლავიშით გადატანით დროს გვაძლევს მაგალითად ჩამონათვალს თუ რას გვთავაზობს. მოდით მოვძებნოთ მაგალითად საშუალო არითმეტიკული, ანუ წერთ ერთიანს მძიმე და ვეუბნებით რომ მოგცეს საშუალო არითმეტიკული იმ უჯრების, ანუ ხუთიანი ignore hidden rows, ანუ ხუთიანი მოვნიშნოთ დავუშვათ აი ეს დიაპაზონი და მოგცა ამ შემთხვევაში საშუალო არითმეტიკული აი ამ დიაპაზონისა. ანუ საუბარია აი ამ რიცხვების საშუალო არითმეტიკული. მოდით შევამოწმოთ ტოლია ამ შემთხვევაში ფუნქცია average, ანუ ჩვენ ვეძებთ საშუალო არითმეტიკულს აი ამ უჯრებისა. და enter-ზე ხელის დაჭერისას ვიღებთ იგივე რიცხვს. ერთ შემთხვევაშიც დავთვალეთ საშუალო არითმეტიკული და მეორე შემთხვევაშიც, მაგრამ მნიშვნელოვანი არის აქ, რომ რადგან ჩვენ მივეცით ignore hidden rows, აი იმ შემთხვევაში თუ დავუშვათ დავმალავთ რამდენიმე rows, ანუ მაგალითად hide, დავინახავთ, რომ პირველი ფუნქცია average i1-დან i11-მდე ჩდება უცვლელი, ანუ მისი საშუალო არითმეტიკული კვლავ მაინც 20.39-ია, ხოლო იმ სვეტებისა, რომელიც დავუშვათ ჩვენ აღარ გვაქვს და დავმალეთ და მხოლოდ დარჩენილი ეკრანზე არის ეს დიაპაზონი, ის მიუხედავად იმისა, რომ i1-დან i11-მდე არის მონიშნული, ის მაინც თავის მხრივ თვლის მხოლოდ და მხოლოდ გამოჩენილი რიქონებისში არსებული მონაცემების საშუალო არითმეტიკულს. ამით პირველი შესავალი თავის, რომელსაც ქვია Introduction to Formulas დასრულებულია. მადლობთ ყურადღებისათვის. კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა წარმოგიდგენთ. ეს არის CST.